ბიჭებო, ჩვენ ახლახან დავეშვით მიტოვებული კუნძულის სანაპიროზე და მომდევნო 3 დღის განმავლობაში მხოლოდ იმით გადავჩებით, რასაც დავად დავიჭერთ. პირველი დღეა, ახლახან დავეშვით მიტოვებული კუნძულის სანაპიროზე. მეორე დღეა, მივდივართ იმ კუნძულზე, რომელიც ფონზე ჩანს, რომ ომ სანაპიროს რიფები გამოვიკვლიოთ. და შემდეგ მესამე დღეს, თუ შევძლებთ, გავემგზავრებით ღრმა ლურჯ ოკეანეში, რომ ღრმა ზღვის არსებები დავიჭიროთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე გიჟური გამოწვევა იქნება და გარანტიას გაძლევთ, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში ნამდვილ სიგიჟეს იხილავთ. მინდა გაჩვენოთ რა გვაქვს, რომ იმედი მაქვს ამ გამოწვევას გაუმკლავდეთ. გვაქვს ჩვენი მაჩეტე და ასევე ეს დიდი ჰარპუნი, რომლითაც სანაპიროსთან ახლოს ცხოველების დაჭერას შევძლებთ. ასევე გვაქვს ჩვენი საფირმო Quick Revive. იცით, როცა აქ საქმე ყველაზე რთულად წავა, ამ ბიჭს გავხსნით, ბოლომდე დავლევთ და ხელახლა დავიბადებით. მგონია რომ გიჟური დაბრკოლებები გველისწინ. და ბიჭებო, აქ გვაქვს ეს საიდუმლო ნივთი. ეხლა ამ ჩანტაში არის რაღაც, რაც მესამე დღეს დაგვეხმარება. ეხლა ეს თითქმის უსარგებლოა, მაგრამ ბოლო დღეს ნახავთ, როგორ გამოგვადგება. და იმედია ეს დაგვეხმარება, რომ ღრმა ოკეანიდან ზღვის არსება დავიჭიროთ. ვხურავთ ამ ზურგ ჩანთას და ნივთებს შიგნით ვინახავთ. როგორც ხედავთ, ჩემს გარშემო ყველაფრის სასაფლაოა, რასაც ეს ტალღები აქ ჩამოიტანს. ამ ნივთებს შეგვიძლია გამოვიყენოთ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში. შეხედეთ ამას. გადარჩენის გამოწვევა არ იქნებოდა, თუ ვინმეს შარდის ბოთლს სანაპიროზე არ ვიპოვიდი. კაცო, არანაირად არ დავლევთ ამას. აქედან გაეთრიე. არ ვიცი, რატომ აფსავენ ხალხი ბოთლში, როცა ირგვლივ ბუნება. ისე ჯობია, პირდაპირ აქ ამოიღო და მოსშარდო. აქ გვაქვს ბევრი ჩამორეცხილი ხე, რომელსაც ცოტა მოგვიანებით შეშად გამოვიყენებთ. აქ ყველაფერი შეიძლება 100%-ით გამოვიყენოთ ცეცხლის დასანთებად. აქ რამდენიმე წვილი პლაჟის ჩუსტია. მოხედე ამას, კაცო. ეს ზუსტად იდეალურად ერგება, როგორც ხელთათმანი. წავიდეთ, გავაგზავნოთ სვლა. წავიდეთ. რაც ახლა ხდება, ის ცხოველები ცურავენ იმ ღრმა ლურჯ ოკეანეში. ისინი ამოჰყავთ სატყუარა ამ სანაპიროსკენ და იკვებებიან. იმედია ერთ-ერთ მათგანს ჩვენ შევხვდებით. ჩვენ უნდა მივიღოთ კარტის საკვები პირველ დღეს, რადგან ვინ იცის რა მოხდება შემდეგ დღეებში. და ვფიქრობ, ბოლო დღეს ალბათ შევხვდებით ნამდვილი მონსტრებს და დაბჭირდება მთელი ძალა, რომ ერთ-ერთი მათგანი დავიჭიროთ. ეს სიგიჟეა. შეხედე, რამდენი ნაწილაკი მოძრაობს იმ ბამბუკის ნაჭერზე. ეს დიდი ხანია ზღვაშია.
იმიტომ რომ იქ ერთი გიჟური ყვინთვა გქონდა და შევძელით ლამაზი თევზები დაგვეჭირა. თქვენ ნახეთ რომ სანაპირო რიფებზე ვნადირობდით და იქ გასვლა რთული იყო ბიჭებო. საათობით ვიყავი იქ, ვხვინთავდი ყველა ნაპრალსა და ქანებს შორის და ორი ლამაზი პატარა თევზი დავიჭირეთ. ეს რომელიც აქ არის, ჩვენთან მოხატულ თკბილ ტუჩას ვეძახით. ეხლა შეგიძლიათ ნახოთ რომ მათ აქვთ ეს კაშკაშა ნარინჯისფერი ფერები და ეს ბასრი პატარა წვეტები ზემოთ. მაგრამ რაც მართლა მაგარია ამ თევზებში არის ის რომ მათი პირის შიგნით შეგიძლიათ ნახოთ. აქვეა კაშკაშა წითელია და სწორედ ამიტომ ეძახიან მათ თკბილ ტუჩებს ბიჭებო. ეს არის გემრიელი საჭმელი თევზი. პატარაა, მაგრამ საქმეს აკეთებს ზუსტად ჩემსავით. ეს არის რასპი ბიჭებო და რასაც ესენი აკეთებენ არის ის რომ ისინი იყენებენ თავიანთ გამოსაწევ პირს. შეხედეთ მაგას, ეს პირდაპირ ჯადოსნური ტრიუკივითაა ძმაო. ამას აქვს გადიდებული ტუჩები როგორც Kylie Jenner-ს და სწორედ ამას იყენებს რომ შეჭამოს რიფში არსებული ყველა კიბოსნაირი და მსგავსი რამ. მაგრამ ეს იქნება საჭმელი პირველი დღისათვის. ბევრი არაა, მაგრამ იმედი მაქვს საკმარისი იქნება რომ ხვალ მეორე დღემდე მივახციოთ. ეხლა ამ ცხოველებს ყველა ქერცლი მოვაცალე, სწრაფად ამოვიღებთ მათ შიგნეულობას, ავიღებთ ჩვენს დანას და პირდაპირ ანალურ ხვრელში შევარჩობთ. გავჭრით პირდაპირ ქვემოთ და ასე გავხსნით. ამოვიღებთ თელ შიგნეულობას, ეგ არაფერი არ გჭირდება. გავრეცხოთ. ამ ფევზზე რამდენიმე ჭრილს გავაკეთებ ბიჭებო, რომ კარგად და თანაბრად შეიწვას ორივე მხარეს. ესენი საოცრად გამოიყურება. ჭრილები გავუკეთე, კარგად და თანაბრად უნდა შეიცვას. წავიდეთ, გავაკეთოთ კოცონი. წავედით. ეხლა უბრალოდ დიდი რაოდენობით შეშა მოვაკროვე. ამოვთხრით ორმოს ქვემოთ, ფიჩხით კარდად შევტენით, მერე ეს ყველაფერი აინთება. სწორედ ქვემოთ დავაწყობთ. ეს ბევრს არ მოითხოვს. ეს რაღაც ისე აინთება თვალის დახამხამებაში. ესაა SGS ძმაო. ყველამ ჩააგდეთ. კომენტარებში უკვე მზადდება. პირველი დღის საჭმელი გვაქვს. ეგ უკვე მზადდება ძმაო. ღმერთო ჩემო, უნდა ვიპოვო რაღაც ნაწილები, რომლითაც თევზის საკით დავაწყობთ. ეს უკვე კარგი დასაწყისია. მაგრამ ამ ხის ნაჭრებს ცეცხლის თითოეულ კუთხეში დავალაგებთ. მარტივი თევზის საკიდი ავათხე. ხედავთ, ცოტა არათანაბარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოტა გადახრილია, მაგრამ მაინც გააკეთებს თავის საქმეს. ხედავთ, რასაც ვაპირებთ შევცვათ, ლამაზად და თანაბრად უნდა იყოს. ეხლა თევზს ავიღებთ. ფარფლებში ვინახავდი. კარგი, ერთს ზუსტად აქ დავდერთ. მოიცადე, ზუსტად აქ მაქვს. ცხელია, ნელა და თანაბრად ვწვავთ ამას ბიჭებო, როგორც ცეცხლი ქვემოდან ძლიერდება. უფრო სწრაფად უნდა მოვამზადოთ. შეგვიძლია შევამციროთ ეს გისოსი და ცოტა დავწიოთ. ეხლა კი თანაბრად და კარგად იხარშება. ეხლა ამ თევზების კარგი მხარე ისაა ბიჭებო, რომ შეგვიძლია ძვლიანად მოვამზადოთ, რაც ნიშნავს, რომ ძალიან სწრაფად მოიხარშება. იმედია გემრიელი და ცუნიანი დარჩება. უბრალოდ მიხარია, რომ პირველი დღის საჭმელი გვაქვს. ძალიან დაღლილი ვარ და საშინლად მშია. კარგი ბიჭებო, ჩვენი თევზი უკვე დაახლოებით 15-20-მდე წუთი ცეცხლზეა. შეხედეთ ამას, ეს ნამდვილი ცეცხლზე შემწვარია კაცო. შეგიძლიათ ნახოთ, რომ თვალი გათეთრდა, რაც ნიშნავს, რომ უკვე მზადაა. მოდით ჯერ სვიტლიპი ვცადოთ ბიჭებო, მოდით ვცადოთ, ვიპოვით ლამაზ თეთრ ხორცს. სრულად ნამდვილად არ არის საუკეთესო თევზი, რაც ოდესმე მიჭამია ბიჭებო, მაგრამ აქ კუნძულებზე ეს ძირითადი საკვებია. მოდით ეხლა ვრასი ვცადოთ. ამაზე ხორცი ლამაზად თეთრია. არ ვიცი, ოდესმე მიჭამია თუ არა ეს სახეობა, ასე რომ პირდაპირ ვცდი. კაცო. ისე ნაზია. ალბათ მთელი სახე მაქვს მოსრული, მაგრამ ძალიან გემრიელია. ეხლა ისე მშია. ერთი გრძელი დღე იყო. საათობით ვიყავი წყალში. ეს ისეთი გემრიელია. ეს ყველაფერი რაც დარჩა, ჯერ კიდევ საშინლად მშია. თქვენ ნახეთ აქაური ეკოსისტემა. დღეს ბევრი არაფერი მოგცა. ხედავთ იმ კუნძულს პონზე. სწორედ იქ მივდივართ ხვალ, მეორე დღეს. იმედია უფრო დიდ ცხოველებსაც შევხვდებით, რადგან ხვალ უკვე კედელთან მოგვიწევს ზურგით დგომა. მაშინ გნახავთ ბიჭებო.
დილამშვიდობისა ბიჭებო, მეორე დრეა და ოკეანის შუაგულში ამ გიგანტურ კლდეებთან დავეშვით. მეორე დღეს აქ ვინადირობთ, რომ ნახოთ, შევძლებთ თუ არა საკვების დაჭერას, რადგან ხვალ ამ კუნძულს გავწდებით და ღრმალ ლურჯ ოკეანეში გავალთ, სადაც სიღმიდან ამომავალი გიგანტური არსებები გამოჩნდებიან. იცით რომ ზურგ ჩანთაში ის განსაკუთრებული რამ გვაქვს, რაც აქ მეორე დღეს თითქმის უსარგებლოა, მაგრამ ხვალ მესამე დღეს მას ნახავთ. მართლა არ მაქვს წარმოგენა რა სახის ცხოველებს შევხვდებით. ეს კუნძული თითქმის გამოუკლებელია, ასე რომ არ ვიცი რას ვიპოვით, მაგრამ საკვები გვჭირდება და უნდა გადავკედავჩეთ. აქ გვაქვს ეს მშვენიერი მეჩხერი რეფი, რომელიც კუნძულამდე მიდის და სწორედ იქ ვაპირებთ ნადირობას. ყველა ცხოველი ნადალს ამ კუნძულთან მოათრევს და ფაქტობრივად აქვე დაანარცხებს. ჩვენ ვაპირებთ გამოქვაბულებში და ამ ულამაზეს მარჯნის რიფში ცურვას და გეტყვით რომ როცა წყალქვეშ ვიქნებით, სრულიად სხვა სამყაროს ნახავთ, რომელიც ალბათ ცხოვრებაში არასდროს გინახავთ. აქვე მოციგიჟეა მეგობრებო, კუნძული ზუსტად ჩემს უკანაა, აღჭურვილობაც გვაქვს. დროა წყალში შევიდეთ და ვნახოთ რას მოვიპოვებთ მეორე დღეს. არ ვიცი რას ვიპოვით იქ ქვემოთ, მაგრამ ძალიან აღფრთოვანებული ვარ. წავედით ძმაო. ნახე რა გიჟური კუნძულია ეს. კარგი, ეხლა შევცურავთ. წავედით. გიჟურია ძმაო, იქ შევალთ. წავედით. ბიჭებო, ეს ადგილი გიჟურია. ბიკებო, ეხლა ხან ამ კუნძულის სანაპიროზე დავეშვით. ორკიდ ბიჩ. არა, ისინი არ აპირებენ. დაიცადე. კარგი, აქ ნაპირზე გამოვიდეთ. ბიჭებო, ჩვენ ახლა ერთ-ერთ ყველაზე გიჟურ კუნძულზე დავეშვით მსოფლიოში. ეხლა ამ ადგილს დავათვალიერებთ, ბიჭებო. ეს უბრალოდ სიგიჟეა. შეხედეთ ამას. მე დავინახე მღვიმე აქვე კუთხეში, როცა მოვდიოდი და ვფიქრობ, წყალში შევხვდებით, ვიცურავებთ და შევამოწმებთ. არ ვიცი რა იქნება იმ მღვიმეში. იქნებ რამე მაგარი ცხოველები. მოდი შევიხედოთ ამ მღვიმეში. კარგი, ეხლა მღვიმეში შევდივართ. ღმერთო ჩემო. შეხედე ამას. Wow! ვაიმე! ბიკებო, ეს სიგიჟეა, ჩვენ პირდაპირ მღვიმეში ვართ. ეხლა ჩვენს გარშემო ღამურები დაფრინავენ და პირდაპირ ჩვენზე ჯვამენ. ეს ძალიან მომწონს. უდავოდ, ეს ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ადგილია, სადაც კი ოდესმე მყოფი ვარ ჩემს ცხოვრებაში. რამდენიმე ამ ხამურას გავაღვიძერთ. ბიჭებო, უნდა გავიდეთ აქედან. ყველა ეს ღამურა გაიღვიზა და ყველა უბრალოდ იწყებს შარდვას და განავლის დაკრას ჩემზე. უბრალოდ მხდება და საშინლად ყარს. უნდა გავიდეთ ამ მღვიმიდან და საკმაოდ საშინელია. მღვიმიდან გამოვედით. ეხლა დროა საჭმელი ვიპოვოთ. წავედით.
ვიკებო, შეხედეთ ამას, უზარმაზარი ნიანგის თევზი დავიჭირეთ. ამას ჩვენ გრძელენას ვეძახით. შეხედეთ მაგის კბილებს, ეს სიგიჟეა, კაცო, და ამას მართლა იყენებენ, ბიჭებო. რასაც ისინი აკეთებენ, ზუსტად ნიანგივით მოდიან და ამ კბილებით ჩაკბეჭავენ. ფაქტობრივად უბრალოდ აქ უცმაცებენ სვერპულს და მერე უკან თავიანთ პირში იწოვენ. და ჩვენ ჩვეულებრივ ზედაპირთან ახლოს, ან მეჩეჩებში უპოულობთ მათ, უბრალოდ ასე დაბოდიალობენ. და ესენი ნამდვილი მტაცებლები არიან, კაცო. ზემოდან თითქმის სრულად შენიღბულები არიან, ვერ დაინახავ. ქვემოდანაც შენიღბულები არიან. თქვენ ნახეთ წყლის ქვეშ, როგორ ცდილობდა ჩემი დაკბენას. ეს ერთ-ერთი ყველაზე გიჟური არსებაა საერთოდ. და ასეთი ზომის არსება ცხოვრებაში არ მიჭამია. არ ვიცი საერთოდ საჭმელად ვარგისია თუ არა, მაგრამ როგორც ჩანს, აქ კუნძულზე ხალხს მოსწონს, ბიჭებო, ასე რომ დღეს ვწდით. აგერ ეს კალმარიც გვაქვს. და თქვენ ნახეთ წყლის ქვეშ როგორ იცვლიდა ფერს. ნახავთ რომ აქ ორი პატარა საცეცი აქვს. ეს საცეცები ფაქტობრივად მის ხელებს გავს. გამოიცდის და მსხვერპლს დაიჭერს. შემდეგ მთლიანად აქეთ გამოიზიდავს. შიგნით პატარა ნისკარტი აქვს. და სწორედ ასე ჯამენ თევზებს და სხვა ყველაფერს. ეხლა იცით, ამ კალმარებს შეუძლიათ მელნის დიდი რაოდენობის გამოშვება. და ეს იმიტომ აკეთებენ, რომ თუ ვინმე მისდევს, მტერი იბნება და ვეღარ ხვდება სად წავიდა კალმარი. ეს კი კალმარს გაქცევის საშუალებას აძლევს. და იმედი მაქვს, ეს საკმარის ენერგიას მოგცემს ხვალისთვის, რადგან იცით, რომ ღრმა ლურჯ ოკეანეში მივდივართ. ვინ იცის რა ცხოველებს ვიპოვით იქ? შეხედეთ კიბოჭხალას, ცდილობს ჩემი კალმარი შეჭამოს. ჰეი, ეს ჩემი საჭმელია მეორე დღისთვის. აქ გვაქვს პანდანი, ეს იდეალური იქნება. შევაგროვებთ ყველა წვრილ მშრალ ნაფოთს და ჩავყრით ჩვენს კოცონის ორმოში. ეხლა ბევრი შეშა გვაქვს. გვინდა რომ ეს მოვამზადოთ, ბიჭებო, და არის მიზეზი, რატომაც სამხელა ორმო ამოუთხარეთ. მალე გაჩვენებთ რატომ. ღმერთო. ეხლა ნამდვილად იხარშება. ყველა დააწევს კომენტარებში რომ იხარშება, GoPro-ს ცვალს. წავიდეთ და მოვაგროვოთ ჯოხი, რომლითაც შევძლებთ ამის შეცვას.
გვჭირდება საკმაოდ მკიცე ხის ნაჭერი, რადგან თევზი სინამდვილეში არც ისე პატარაა. ამიტომ ავიგებთ ისეთ რამეს, რაც ცოტათი გამძლეა და უნდა იყოს გრძელი, ზუსტად როგორც ის გრძელი ენა. ან როგორც ჩვენ ვეთახით გრძელი შლოუ. აი ეს აქ. შეიძლება გამოგვაკეს. ცოტა გავასუფთავებთ ამას. ამას ჩავაწობთ ოკეანეში. ეს შეაჩერებს მას. დაწვას. დარწმუნდი რომ წყლით არის სავსე. ასევე გავლესავთ მის ბოლოს. სრულყოფილია. ხედავთ რომ ის კარგად არის გალესილი და ვასრია. წყლით გაჟღენთილი. ეხლა მთლიანად გავატარებთ მას შიგნით. გამოვალ ზუსტად იქ, სადაც ანალური ხვრელია. და გვაქვს ჩვენი უზარმაზარი long tongue. ჯოხზე ავიდება მაგარამეს და პირდაპირ ცეცხლზე დავდება ქვე. ეხლა ორი ჯოხი დავამაგრე. ეს თითქმის იდეალურად შეწოვს მას. აქვე გვაქვს ჩვენი კალმარი ჯოხზე ბიჭებო. ამას რაც შეეხება, შეგვიძლია პირდაპირ ჩავარჩოთ. აი ასე. შეხედეთ როგორ იწვება ეხლა. ეს უბრალოდ საოცარია ბიჭებო. მივცემთ ამას კარგ 20-დან 30 წუთამდე და მერე მზად იქნება. ოკეი. დღეს მეორე დღეა და ერთ-ერთი ყველაზე გიჟური დღე მქონდა და ეხლა ძალიან მშია. გუშინ ნახეთ, მხოლოდ 2 პატარა თევზი დავიჭირეთ. ეხლა საკმაოდ კარგი ცხოველი მიდგას წინ, მაგრამ ცხოვრებაში ასეთი არასდროს მიჭამია. არ ვიცი როგორი გემო ექნება, ასეთი დიდი ხელში არასდროს მეჭირა. კარგი, აქ საკმაოდ ბევრი ხორცი გვაქვს. მოდი ვცადოთ. ბიკებო ეს სავსეა ძვლებით. გესმით როგორ გვეჭ ძვლებს. გემო არა კარგი, არ მომწონს ეს და სავსეა ძვლებით. ძნელი ამის გადახლაპვა კაცო, გემო კარგი არ არის. პატიოსნად გეუბნებით. კარგი არ არის, მაგრამ ლუჯი ჩონჩხი აქვს. ასეთი რამ არასდროს მინახავს. მოდი ამ კალმარსაც ვცადოთ. ეს იყო თვალი, აი ეს კალმარი, ეს საოცარია. მინდა რომ ეს კალმარი იყოს long tongue-ის ზომის, რადგან ეს სავსეა ძვლებით. არ ვიცი ამ long tongue-ზე თუ თქვენ ოდესმე მოგიმზადებიათ ასეთი რამ მითხარით, თქვენ როგორ მოამზადებთ? იმიტომ რომ როგორც მე მოვამზადე სავსეა ძვლებით და უცნაურად გემო აქვს. მაინც უნდა ვეცადო, რაც შეიძლება მეტი შევჭამო ბიჭებო, რადგან ხვალ მაქსიმალურად მეტი ენერგია დამჭირდება, რადგან ღრმა ლურჯ ოკეანეში მივდივართ, რომ დავასრულოთ ეს გამოწვევა ყველაზე ველური ცხოველებისთვის. ხვალ დილით ადრე გნახავთ ბიჭებო. წარმატებას მისურვეთ. უბრალოდ გემო რაღაც ვერა. ბიჭებო, ეს მესამე დღეა და ჩვენ მივახციეთ ღრმა ლურჯ ოკეანეს და ჩვენ ვდევნით ამ გამოწვევის ყველაზე გიჟულ ცხოველებს. ჩვენ გვაქვს ჩემი დიდი შუბის თოფი. ეხლა ჩვენ საიდუმლო ჩანთაში ბიჭებო და ჩვენ ვაპირებთ ამით გამოვიტყუოთ რაღაც მონსტრების სიღმიდან. შეიძლება სიღმეში ჩამიტრიოს, შეიძლება სერიოზულად დავზიანდე. რაღაც საკვები უნდა მოვიპოვოთ ბიჭებო. გუშინ ნახეთ, ის long tongue-ი მქონდა, სავსე იყო ძვლებით. და დღეს ეს გამოწვევა ძლიერად უნდა დავასრულოთ. რაღაც ძლიერი და ძალიან გემრიელი გვჭირდება. მზად ხართ ამისთვის ბიჭებო? აქ შიგნით ერთი საიდუმლო ნივთი გვაქვს და ბიჭებო, ეს დღეს ძალიან დაგვეხმარება. ცხადია, ბოლო რამდენიმე დღე მეჩეჩებში უკვინთავდით, მაგრამ ეს რაღაც აქ, ეს ჩვენთვის თამაშის წესებს შეცვლის. კარგი, უნდა გავხსნათ. კარგი, ეს აქ ბიჭებო, რასაც ჩვენ ფლეშერს ვეძახით, ძირითადად ამას ოკეანის ფსკერზე ჩაუშვებთ და ეს ყველა თევზს ამოიყვანს. და იმედია ეს დაგვეხმარება რომ ერთ-ერთ ამ მონსტრს შევხვდეთ. ეს მათთვის თითქოს პატარა სატყუ არაა. გონიათ რომ ბევრი თევზია და მერე ჩვენ ჩავყვინთავთ და ერთ პატარა ძაღლ თევზას დავატყამთ. ეხლა ირგვლივ ბევრი დინებაა ბიჭებო. და რაც ხდება ისაა რომ მთელი ცნევა ამ რიფს ურთხამს ღრმა ლურჯ ოკეანეში. და სწორედ აქ ხვდებიან ოკეანის მონსტრები. ისინი სატყუ არას მისდევენ. და იმედია ამ სატყუარით მათ მოვიზიდავთ და შემდეგ შევეხებით. ჩვენს შუბის თოფზე ბევრი ძაფი გვაქვს, რადგან ეს არსებები ძაფს წაიღებენ კაცო, ისინი შორს გაიქცევიან. და თუ ამ ძაფში გავეხვევი, შეიძლება ოკეანის ფსკერზე ჩამიტრიოს და ეს მართლა მომკლავს. ვიმედოვნებ, ცოცხლები დავჩებით და მონსტრს დავიჭერთ. ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამით. მოდით ჩავიცვათ აღჭურვილობა ბიჭა.
ღმერთო ჩემო. ვაი ბიჭებო, თქვენც ნახეთ ეს ახლახან. ვესროლე იმ ემპერორ თევს და ის გამექცა. მერე კიდევ კარგი ჯობფიში მოვიდა. ახლოდან ვესროლე და სრულიად ავაცილე. იქ ქვემოთ კარგი თევზებია, მაგრამ მე სერიოზულად ვაფუჭებ საქმეს და თქვენ იცით, ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვჭირდება. გვაქვს ჩვენი quick revive, თქვენ იცით ეს რა არის. როგორც კი ამას მივიღებთ, თავიდან დავიბადებით და ენერგია სწრაფად მეწურება ბიჭებო. უნდა ავიღოთ ეს და დაუბრუნდეთ ქვემოთ, რადგან ვიცი რომ იქ სიღრმეში მონსტრია, სადღაც იქ დაცურავს. Quick revive-ის დროა. ვიღებთ ამ გიჟურ იასამნისფერ დოზას. როგორც კი ამას მივიღებთ, თავიდან დავიბადებით ძმაო. მზად ხართ ბიჭებო, წავედით. თავიდან დავიბადეთ ძმაო. და ჩვენ მზად ვართ. ოკეანის მონსტრს დავიჭერთ.
ჩვენს შევძელით ბიჭებო. ჩვენ ძალიან კარგი ჯობ-ფიში დავიჭირეთ აქვე. შეხედეთ ამას. ეხლა ესენი რიფის მტაცებლები არიან ბიჭებო. ესენი ყველაფერს ჭამენ, კალმარებს, სატყუარა თევზებს და ყველაფერს. ისინი არ არიან ის ოკეანის გიგანტები, რომელსაც ვეძებთ, მაგრამ ნამდვილად ლამაზი მტაცებლები არიან აქ რიფზე. ბიჭებო, იქ ქვემოთ ძალიან უცნაური ცხოველები არიან. და ჩვენ ახლახან ვიპოვეთ სად არიან სატყუარა თევზების ჯგუფები. ვფიქრობ თუ შევძლებთ მათ გარშემო ტრიალს, რაღაც მონსტრული აუცილებლად გამოჩნდება. ეს მართლა კარგი ჯობი. შეხედე ამას, ზუსტად იქ, ამას ნავში ავიყვანთ. თავიდან შევიკრიბებით და მე პირდაპირ იქ დავბრუნდებით რომ ნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ მონსტრის დაჭერას. ო ბიჭებო, ჩვენ გრმაში ნამდვილი მონსტრი დავიჭირეთ. შეხედეთ, ეს ნამდვილი მონსტრი სკუმბრია. კარგ ჩავჯდებით ნავში. წავედით, კაპიტანო. ვაიმე. ღმერთო ჩემო, ჩვენ ეს შევძელით, ბიჭებო. ნახეთ რა დიდი სკუმბრია აქ. ეს ნამდვილი მონსტრია. ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკუმბრია, რაც ოდესმე დამიჭერია ჩემს ცხოვრებაში. მოდით ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამის ჩემს მხებზე შემოდებას და დაჭერას. ვერც კი ვახვევ ხეხვევ ხელს კუდზე. ეს აქ ნამდვილი ოკეანის გიგანტია, კაცო. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ესპანური სკუმბრია, რაც კი ოდესმე დამიჭერია ჩემს ცხოვრებაში. შეხედე მაგის პირს.
ის პირდაპირ ნებისმიერ თევზს თლიანად შეჭამს, რაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დავიჭირეთ და ეს ნამდვილი მონსტრია. ჩვენ ეს შევძელით. ბიკებო, ჩვენ ოკეანედან უჩხული ამოვიყვანეთ. და თქვენ იცით, რომ ეხლა სრულიად ამოვიწურე. აღფრთოვანების დონე ფიქს აღწევს. და ჩვენ ეს გავაკეთეთ, ძმაო. უჰუ! ბიჭებო, დღეს ერთ-ერთი ყველაზე გიჟური დღე ვქონდა. შეხედეთ რა მოვიპოვეთ ახლა. იცით რომ ღრმა ოკეანეში წავედით და ნამდვილი გიგანტები მოვინადირეთ. აქ გვაქვს ეს გიგანტური ესპანური მაკრელი. თქვენგან ბევრს ამერიკაში ამას king მაკრელს ეძახით. რაც ამ თევზს საოცარს ხდის, ეს მისი წინა ნაწილია. შეხედეთ კბილებს, ეს უბრალოდ სიგიჟეა. და აქ აქვთ ეს გვერდითი ხაზი, რომელიც ზუსტად მის ხერხემალს მიუყვება. ბიჭებო, როცა ესვრით და ამ ადგილას მოხვდებით, პრაქტიკულად მაშინვე გააჩერებთ. აი რატომ შევძელი ამ თევზის სწრაფად შეჩერება? კარგად ტანში მოვართხი და როგორც ჩანს, ხერხემალში რაღაცნაირად მოვართხი, რადგან ძალიან სწრაფად შევანელე. ასევე დავიჭირეთ ეს მშვენიერი ჯობ თევზი. აი ესენი ბიჭებო, წონასთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თევზებია, უგემრიელესები არიან. ისინი პირდაპირ ზღვის დრაკონებივით არიან. ისეთი საოცარი გზით ამოდის კაცო. ასევე დავიჭირეთ ეს პატარა ესპანური მაკრელაც. აქ ამ კუნძულზე ჩემთვის ძალიან ბევრი თევზია, მაგრამ ორი თევზი გვაქვს, რომელსაც კაპიტანს ვაჩუქებთ. ამ ორ თევზს მას მივცემთ, ხოლო მეფე მაკრელს ჩვენთვის დავიტოვებთ, რომ მესამე დღეს საუკეთესო კერძით დავასრულოთ. ასეა სწორი. ეს ადგილობრივ ბიჭებს მივცემთ, შენთვის ძმაო. დიდი მადლობა. ხო, ძვილფასო, აი ეს არის მთავარი. კარგ განწყობას უზიარებთ ერთმანეთს კუნძულებზე. ეს მისთვისაა, იმ დიდ ურჩხულს ჩვენ წავიყვანთ. ჩვენ მივდივართ პირდაპირ მიტოვებულ სანაპიროზე, დიდ ცეცხლს დავანთებთ და იმ გოლიათ თევზს მოვამზადებთ. წავედით, ზღვის სიღრმიდან მონსტრი გვყავს. ეხლა ამ უცხულს რამდენიმე სტეიქს მოვთრით და ნუ იდარდებთ ბიჭებო. დანარჩენს ამ კუნძულის ადგილობრივებს მივცემთ და ისინი გაგიჟდებიან სიხარულით ძმაო. ჩემი დანა ამ თევზთან შედარებით მართლა პატარა ჩანს ბიჭებო. ეს სიგიჟეა. ძმაო, ეს სტეიკები ნამდვილი მონსტრები იქნება. აქ ზემოდან მოჭრით პირდაპირ ქვემოთ ჩაუყვებით და გავხსნით. უბრალოდ ქვედანაწილს მოვჭრით, სადაც ვერ მივწვდით. შეხედეთ ამას. ეს ალბათ დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ხორცია. ნამდვილი ნაჭრებია. ვაუ, კარგი. აქედან რამდენიმე სტეიქს მოვჭრით. ვეცდები მაქსიმალურად ფრთხილად გავაკეთო ეს. ხუმრობთ ბიკებო, გვაქვს ულამაზესი სკუმბრიის სტეიკები, რომლებიც პირდაპირ ცეცხლზე დასადებადაა მზად. საღამოს, მზის ჩასვლისას ბიჭებთან ერთად პლაჟზე რამდენიმე სკუმბრიის სტეიქს შევცვალთავთ. ამაზე უკეთესი არაფერია ბიჭებო, აღფრთოვანებული ვარ. და ეს ნამდვილი ცილოვანი ბომბი იქნება ძმაო. კარგი, აქვე გავაკეთებ კოცონის ორმოს ბიჭებო. ეს იდეალური იქნება, მზის ჩასვლას გადავხედავთ. გრანდიოზული შეცვლა იწყება მესამე დღეს. ისე მშივა რომ ბადს უკანალსად შევჯამდი. ყველამ დატოვეთ კომენტარი იქ ამბავი ტრიალებს. ჯანდაბა მეწვის. კარგი, გვაქვს ჩვენი სტეიკები. ამათ პირდაპირ გამოვიტან. იქვე პირდაპირ შეიწვება. აქ მზის ჩასვლისას კოცონზე ახალი სტეიკები გვაქვს. ეს რაღაც რამდენიმე საათის წინ სურალდა და ახლა უკვე იწვება. ძალიან შია. ამ სკუმბრიისთვის მაგრად ვიწვალე. მოდი ვქოთ ასე, მგონია რომ უგემრიელესი გამოვა. ალბათ ამ ხარეს 10-დან 15 თუთი დავტოლებთ, მერე გადავაბრუნებთ. ნახევრად შემწვალით, მაო. ჰუ! ახალი კერძი გვაქვს. აქ დავდებთ ამას. აქვე მივათმევთ. ეს ის მომენტია, რისთვისაც ყველაფერი კეთდებოდა ბიჭებო. გვაქვს ჩვენი ლამაზი სამეფო სკუმბრიის სტეიკები. შეხედეთ ამას. ფაქტობრივად გათეთრდა და სწორედ მაშინ იცი რომ თითქმის მზადაა. უბრალოდ პირდაპირ შევჭამ ამას ბიჭებო, როგორც ჩვეულებრივ სტეიქს. 3 დღეა გზაში ვარ და სწორედ ეს მჭირდებოდა. ეს პირდაპირ საოცარია, კაცო. ეს იმდენად ცხიმიანია. ეს ნამდვილი მონსტრი იყო. ბიჭებო, ეს ერთ-ერთი ყველაზე გიჟური გამოწვევა იყო. ამას ბოლომდე ვჭამ. თუ მეტი ვიდეოს ნახვა გინდათ, აქვეა კიდევ რამდენიმე. არ დაგავიწყდეთ მოწონება და გამოწერა და შემდეგ ვნახავთ ერთმანეთს ახალგადარეულ Offshore Tales-ში. იქამდე კარგად იყავით.